მოგესალმებით. უჩვეულო საზოგადოებად ჩამოყალიბდით. კონტრასტულ საზოგადოებად ვიზრდებით სტიქიდან სტიქიამდე, ცდომილებიდან ცდომილებამდე. ერთმანეთს განსაკუთრებით გვაახლოვებს განსაცდელი. სწორედ განსაცდელი ჟამს ალბათ ყველაზე გამოკვეთილია ქველმოქმედების და მოხალისეობრივი ქველმოქმედების როლი და ფუნქცია. საინტერესო თემის ირგვლივ საინტერესო სტუმართან ერთად ვიწყებთ დღეს საუბარს. გიორგი მეგრელიძე გახლავთ ბიომეტრიის სტუმარი. გიორგი, მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა რომ მომიწვიეთ. პირიქით. მადლობა რომ მობრძანდით ფაქტობრივად ეპიცენტრიდან, მოვლენების სტიქიის ზონის არ არის მარტივი შეცვალო სამყარო, გაამარტივო ყოველდღიურობა ადამიანების და გარდა ფიზიკურისა, მორალური მზადყოფნაა საჭირო იმისთვის, რომ მყუდრო თბილი კერა მიატოვო და გაეშურო გაუწოდო სხვას ხელი დახმარების. როგორ მოვიდა ეს ნაწილი თქვენთან, ბუნებრივია ეს არის დასრული ადამიანის გაცნობიერებული არჩევანი, იყოს საჭირო ადგილზე კონკრეტულ მოცემულობაში, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ. როდესაც აიწია ტემპერატურა, ესე რომ ვთქვათ, მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში ამ გურის კრიზისთან დაკავშირებით, გადავიკითხეთ რამდენიმე შეტყობინება და შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავინახეთ პირველ რიგში ჩვენი საჭიროება ამ სიტუაციაში და ასევე დავინახეთ ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ცოდნა, გამოცდილება და უნარი, რომ რაღაცა ელემენტარული პატარა ერთი აგური დაგვედო აი ამ საქმეში და პატარა საქმე გაგვეკეთებინა, თუნდაც ერთი ადამიანისთვისაც კი. და შემდეგ დავაორგანიზეთ, უკვე იმავე დღეს დავაორგანიზეთ მეგობრებთან ერთად გასვლა, შევკრიბეთ პროდუქტები, აქვე ვისარგებლებ ეთერით და მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს პრობლემა და თანხები ჩარიცხა ჩვენთან, ჩვენ უკვე შევძელით შემდეგ აი ამ პროდუქტების მობილიზება და იმავე დღეს უკვე გავეშურეთ გურიისკენ. გიორგი, რა სურათი დაგვთათ? მე როდესაც გადაცემა გავხსენი, შემთხვევით არ მიხსენებია კონტრასტი და საზოგადოება. ორი სხვადასხვა რეალობა ინფორმაციული, რომელსაც ხებულობდით, იყო ჩვენი ყოველდღიურობა იმ დღეებში. ერთი საზოგადოების ნაწილი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი კონტროლის ქვეშ, მეორე საზოგადოება, რომელიც პროცესს ხატავდა ტრაგიკულად. რა იყო რეალურად ის სურათი, რომელიც აღმოაჩინეთ უკვე ადგილზე ჩასულებმა? დიახ, რეალურად ჩვენც ესეთი განცდები გვქონდა, რადგან რეალურად მართლა ტრაგიკული სიტუაცია იყო, რასაც ჩვენ სოციალურ ქსელებში უყურებდით და როდესაც უკვე მივდიოდით გზად, ჯერ კიდე არ ქონდა დაგეგმილი კონკრეტულად რომელ სოფელს მივადგებოდით და რომელ სოფელს დავეხმარებოდით. აქედან გამომდინარე, როდესაც ვარჩევით ამ ლოკაციებს, ვკითხულობდით ყველა იმ ინფორმაციას, ვინ რა შველას ითხოვდა და ეს არ იყო ჩვენთვის მარტივი, იმიტომ რომ ემოციურად ჩვენც განვიცდიდით ამ ამბავს და ფაქტიურად მთელი ღამის განმავლობაში, როდესაც შემდეგ ავდიოდით სოფელ შრომაში, აი ამ ამბებს ვკითხულობდით და გვეგონა და ვიცოდით, რომ აი რაღაცა შეიძლება მართლა ჭირდებოდა გარკვეულ ხალხს ჩვენი დახმარება და არა მხოლოდ ჩვენი ძალიან ბევრი რა პრინციპით არჩევდით? ეს იყო სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები პირველ ყოვლისა თუ უბრალოდ სპონტანური იყო თქვენი გადაწყვეტილება, ანუ ვისთან უნდა წასულიყავით, ვინ იყო პირველი ამ შემთხვევაში ამ სიაში, როგორ დგებოდა ეს საინტერესოა ეს პროცესი? დიახ, სხვათაშორის აი ამ პერიოდში ისეთი კრიზის მენეჯმენტი დაორგანიზდა ესე სპონტანურად, რომ ალბათ ვიტყოდი, რომ ნებისმიერ სახელმწიფო შეშურდებოდა, ეხლა არ ვიცი ზუსტად სხვაგან არ ვიცნობ რა როგორ არის, მაგრამ მოხალისეების ნაწილს მოხალისეებს გულისხმობ, იმიტომ რომ როდესაც გავემართეთ, ჩვენ ავირჩიეთ სოფელი შრომა, რადგან სოფელ შრომაში იყო ყველაზე მეტი ინფორმაცია დაფიქსირებული, როდესაც უკვე გავემართეთ შრომისკენ, მე დავწერე Facebook-ზე პოსტი, რომ მივდივარ შრომაში და ვის რა ინფორმაციები გაქვთ, მაქსიმალურად მომაწოდეთ. სხვა ინფორმაცია წამოვიდა, რომელსაც ფაქტიურად მე და ჩემი მეგობრები ვარჩევდით და დადგა საჭიროება იმისა, რომ ვიღაც პიროვნება ყოფილიყო, ისის მოხალისე, ოღონდ არა ველზე იმ მომენტში, არამედ
ესე ბექ-ოფისი რო დავარქვათ, რომელიც აი ამ ინფორმაციას ყველას დაამუშავებდა და მოგვაწვდიდა ჩვენ კონკრეტულ მისამართებს, იმიტომ რომ ხალხი ძირითადად ძალიან აღელვებული იყო 5 დღის განმავლობაში შუქი არ ჰქონდათ და ბევრ რაღაცას იწერებოდა. აქ უნდა დავამატოთ, რომ გამოცდილების ნაკლებობაც, იმიტომ რომ გური არ არის უხვითოულით განებივრებული და შესაბამისად პრაქტიკული გამოცდილებაც იყო ნაკლები. დიახ. და შესაბამისად იმ დროს, როდესაც დავინახეთ ეს საჭიროება, რომ ვიღაცა დაგხვარებოდა აი ამ უკნიდან, რომელიც ესე მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას დაალაგებულად, აქვე გამოჩნდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მაწვდის ამ ინფორმაციას და თავიდან მეგონა ერთ-ერთი ოჯახის წევრი, ვინც სოფელ შრომაში იყო, მაგრამ იმდენად ზუსტი და მოკლე სწორი ინფორმაცია მომაწოდა ამ პიროვნებამ, რომ შემდეგ მივხვდი, რომ უშუალოდ მუშაობდა როგორც მოხალისე, მაგრამ მუშაობდა ჩვენთან კოორდინაციაში, რომ დაგხმარებოდა ჩვენ კონკრეტულად რა ლოკაციებზე მივსულიყავით და შემდეგ მე და ეს პიროვნება ვამბობდით, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ამ ადამიანს და შემდეგ ვამბობდით, რომ ისე კარგად ვიმუშავეთ, რომ გვეგონა, რომ რაღაც კარგი გამოცდილი თანამშრომლები ვიყავით მსგავს საკითხში. არის ალბათ ემოციურად ახალი აღმოჩენების ერთგვარი გზაც, მოხალისეობის გზა ზოგადად. დიახ. ასევე საინტერესოა და აღსანიშნავია ის ამბავი, რომ მოხალისე.g შეიქმნა ესეთი საიტი, სადაც განთავსდა ეს ინფორმაცია. სხვათა შორის ყველა ადამიანი ჩაერთო ამ სტიქიაში, კრიზისში, ვისაც რა შეეძლო და რაც იცოდა კარგად იმ მიმართულებით. ბატონო გიორგი, არ დაგეთანხმებით, ვერ დაგეთ, ყველა არ ჩაერთო. მოდი ნუ დავკარგავთ იმ ადამიანების ლომის წვლილს, რომელიც გულწრფელად და რეალურად ჩაერთო ამ პროცესებში. ეს რიცხვი არც ისე ვრცელია ჩვენ და სამწუხაროდ. დიახ, ბოდიში მე მინდოდა მეთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩაერთო ამ კრიზისში, ყველა ჩაერთო იმ მიმართულებით, რაც იცოდა კარგად. ვიღაცამ იცოდა კარგად საიტის გაკეთება და ეს კოორდინატების დასმა, ის გაკეთდა ეს მოხალისე.g საიტი, მაგალითად ჩვენ რაც გვაქვს გამოცდილება ფეხით სიარული გავვალ ადგილებში, აი ეს იყო ჩვენი მიზანი და გავემართე და ყველა ვინც ჩაერთო ამ ამბავში, ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებდა ამის თქმით და შემდეგ აი ეს საიტი, როდესაც შეიქმნა ეს მოხალისე.g, შემდეგ უკვე ჩვენ იმის დროც არ ქონდა რომ ამ საიტში გარკვეულიყავით, რადგან ისეთ ვითარებაში მუშაობთ, ფაქტიურად რო არ ქონდა. და დადგა იმის საჭიროება, რომ ასევე იყო ის შესაძლებლობა, რომ მაგალითად ჩვენ რო აგვერჩიე ერთი სოფელი კონკრეტულად და წავსულიყავით ამ სოფელს, შეიძლება სხვა მოხალისეც წასულიყო, უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. ასევე გაჩნდა საჭიროება ესე რომ ვთქვათ, ოპერატორების, კოორდინატორების, რომლებიც ჩვენ მოგცემდა უშუალოდ მითითებას, რომელ სოფელში მივსულიყავით და რომელი ოჯახი მოგვენახულებია და ამავდროულად სანამ ჩვენ იმ ლოკაციაზე მივიდოდით, ისინი უკავშირდებოდნენ იმ ოჯახის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს და ეკითხებოდნენ უშუალოდ რა ჭირდებოდა, რა ესაჭიროებოდა. უშუალოა ესეთი მოკლე დროში როგორ მოახერხეთ კოორდინაცია და ორგანიზების ის ხარისხი, რაზეც საუბრობ, გულწრფელი აღფრთოვანება ჩემგან. ბატონო გიორგი, რეალურად რა საჭიროება დაგხვდათ, როდესაც აღმოჩნდით იქ, სადაც აღმოჩნდით? სურსათის დეფიციტი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტების დეფიციტი, რადგან ეს კრიზისი იყო მოულოდნელი ამ ხალხისთვის, ნამდვილად არ ეგონათ, რომ უშუქოთ და უგზოდ იქნებოდა 5 დღე თუ 1 კვირა, რამდენიც იყო და შესაბამისად იყო იქ კრიტიკული პიროვნებები, რომლებსაც სჭირდებოდათ გადაუდებელი საჭიროება. დიახ, გადაუდებელი საჭიროება იყო მედიკამენტების, მაგალითად იყო პიროვნება, რომელსაც გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, ამავდროულად სიცხე ჰქონდა და არ ჰქონდა ის სპეციფიკური მედიკამენტები, რაც მას ესაჭიროებოდა, იყო ასთმიანი ხალხი, იყო დიაბეტიანი ხალხი, რომლებსაც ეს მედიკამენტები უკვე ამოწურული ჰქონდა და ჩვენ ძირითადად მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს მედიკამენტები მიგვეწოდებოდა სხვათა შორის მაპატეთ ჩაგეკითხებით, ვიდრე გააგრძელებთ. იყო თუ არა ჩართულობა სახელმწიფო ინსტიტუტების, იგივე თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, თუ ეს თავიდან ბოლომდე იყო კეთილინების, ელჩების დამსახურება, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით ამ პროცესში? ძირითადად იყო მოქალაქეები, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანა ეს ხალხის ეს გასაჭირი, ჩარიცხა თანხები სხვადასხვა პიროვნებებთან, სხვადასხვა მოხალისეებთან თუ ფონდებთან
და შემდეგ უკვე აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შეგვეძინა ეს კონკრეტული მედიკამენტები და უკვე მიგვეწოდებინა უშუალოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს კრიტიკულად სჭირდებოდა. და სხვათა შორის ასევე დავამატებდი იმას, რომ როდესაც ავედით სოფელ შრომაში და როდესაც მოვიდახულეთ ეს ოჯახები, იყო ისეთი ადამიანებიც, ვისაც ის ხალხიც არ ყავდა თქვა და სოფლის გარეთ რომ ჩვენთვის მოეწოდებინა ხმა ვის რა მედიკამენტები სჭირდებოდა თუნდაც აი ეს დიაბეტიანი ქალბატონი რომელსაც სამწუხაროდ მე სახლი ჩამოენგრა სახურავი იყო ესეთი მომენტი და იქ უშუალოდ რომ მივედით უშუალოდ გავერკვიეთ ამ საჭიროებაში ვის რა საჭიროება ქონდა ეს მედიკამენტები ყველა ჩამოვწერეთ სათითაოდ და შემდეგ უკვე მივაწოდეთ ჩვენს მეორე ჯგუფს მოხალისეებს რომელიც მეორე დღეს გამოვიდნენ ბათუმიდან და უკვე მათ წამოიღეს ის კონკრეტული მედიკამენტები, რაც ესაჭიროებოდათ იმ დროს აი ამ სოფელში. დიახ, ჩვენი კონტრასტული საზოგადოება მეორედ ვახსენებ ამ კონკრეტულ თემას და საფუძველი ისე მყარია. რატომღაც იცით არ გვეყო არც გუდაურის ტრაგედია, არც შოვის მოვლენები იმისთვის რომ ქვეყანა შეიარაღდეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. იდგა თუ არა ტექნიკის დეფიციტი და პრობლემა იქ სადაც თქვენ იყავით, იმიტომ რომ გარკვეული ჩვენი კონტრასტული საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ არ დგას დღის წესრიგში ტექნიკის საჭიროება და იმდენად მწირია ჩვენთან კლიმატით გამოწვეული დისკომფორტი, რომ ამისთვის არ ღირს კოლოსალური თანხების მოკლედ დაბანდება. რამდენად დაინახეთ თქვენი საჭიროება, რომ რეალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და გამართული ტექნიკური სამსახურები ასეთ მოცემულობაში. დიახ, არ ვიცი ახლა 5 დღით რო გზა დაკეტილი იქნება, მე მგონი ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, რომ აი ისეთ ადამიანებს, რომელსაც რაღაც ქრონიკული დაავადებები ჭირს, სულ ცოტა გაფრთხილებული მაინც უნდა იყოს ეს ხალხი, რომ 5 დღით, 10 დღით გზა დაიკეტება, რომ იმათმა მოიმარაგონ საკვები და მოიმარაგონ მედიკამენტები. თუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პროგნოზზე აქცენტები კეთდებოდა ყველა წამყვანი არხის საშუალებით და მეტეოროლოგების მიერ. დიახ, და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ტექნიკის სიმცირე, არამედ ზოგადად საჭიროება იდგა პირდაპირ გეტყვით მოხალისეების ჩართულობის და ეს შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან იყოს გამოყენებული კარგად, რადგან იმდენად ვრცელი არეალი იყო ეს გურიაში. დიახ, საინტერესო შენიშვნაა. დიახ, იმდენად ვრცელი იყო, რომ ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია სამომავლოდ თუ დაგვჭირდა, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ. ერთგვარი თანამშრომლობა. დიახ, კოორდინირებულად ვიმუშაოთ სამაშველო სამსახურებთან, იმიტომ რომ ცოცხალი ძალის დეფიციტიც კი იქნებოდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ დიდ არეალს მოიცავდა ეს თითოეულობა და ბევრი სოფელი იყო სამ სხვადასხვა რაიონში მოწყვეტილი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით იდგა როგორც ტექნიკის დეფიციტი, ასევე ხალხის დეფიციტი. როგორი იყო მათი ემოცია და შეხვედრა? დიახ, ესე იგი ეს მართლაც იმდენად დადებითი ემოციები იყო, რომ მხოლოდ იმის გამო ღირდა ჩვენი იქ წასვლა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა ელემენტარულად იმით, რომ რაღაც ელემენტარული ყურადღება გამოვიჩინეთ. პროდუქტები როგორც ასეთი აი ძალიან რაღაცა კრიზისულ სიტუაციაში არ იყო შიმშილობა, არ ქონდა ამ ხალხს აწყებული, ყველას აქვს მობილიზებული პროდუქტი ცოტა სოფელში, მაგრამ აი ის მნიშვნელოვანი მედიკამენტები, ის რომ მობილური ტელეფონები, powerbank-ები დავუმუხტეთ და დავალაპარაკეთ თავიანთ ოჯახის წევრებს, ეს იყო ძალიან ემოციური მათთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. ახლა იყო იქ ფაქტი, რომ მაგალითად ერთ-ერთი ოჯახის წევრი ხანში შესული ცოლ-ქმარი იყო და მათი შვილი არის ემიგრაციაში იტალიაში და მე მასთან მქონდა კონტაქტი და რომ მივედით დავალაპარაკეთ თავიანთ ოჯახს და საკმაოდ ემოციური იყო ეს. წარმომიდგენია ეს რამდენად ემოციური პროცესია და ალბათ მოხალისეობრივი გზაც სწორედ აი ამ ემოციების ერთგვარი ნაკრებია თავიდან ბოლომდე. დიახ, ჩვენ მაგალითად ეგასაც ვიტყოდით, რომ ეს ძირითადად ეს ემოციები იყო, რამაც გადაგვაწყვეტინა, წავსულიყავით და დავხმარებოდით ამ ხალხს, იმიტომ რომ იმდენად გულთან ახლოს მივიტანეთ ყველა და თან მით უმეტეს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ მოლაშქრეები ვართ, ძირითადად დავდივართ საქართველოს მასშტაბით ყველგან ფეხით, ტყეში, მთაში ვაშქრობთ ძალიან ბევრს და აქედან გამომდინარე მე და ჩემი მეგობრებს გვაქვს კარგად შემუშავებული აი ეს საკითხი, მაგალითად ვიცით რამდენი კილომეტრის გავლა რა ვითარებაში შეგვიძლია
ვიცით ის რომ ერთმანეთის თანადგომა შეგვიძლია, იმიტომ რომ ერთად გვაქვს ძალიან ბევრი კილომეტრები გავლილი, ესე რომ ვთქვათ, მე და ბექა ბოლქოძეს კონკრეტულად. შემდეგ შემოგვიერთა ძალიან ბევრი ადამიანი და ასევე აღსანიშნავია ის ხალხი, რომელიც უშუალოდ საველე პირობებში არ მუშაობდა მოხალისედ, მაგრამ აი ესე გვაწვდიდა ინფორმაციას და კოორდინაციას გვიწევდა. ერთგვარი ვირტუალური მოხალისეების არმია, რომელიც უკანასკნელი წლები სოციალურ ქსელებში არის საკმაოდ აქტიური. არა მხოლოდ მსგავსი პრობლემების დროს, არამედ ზოგადად ნებისმიერი სოციალური თემის ირგვლივ, თითქოს ერთგვარი თემი ჩამოყალიბდა, იგივე საქველმოქმედო საქმიანობის ნაწილშიც, რომელიც ძალიან სწრაფად მოკლე დროში დებს იმაზე დიდ შედეგს, ვიდრე ერთი რაც განსაკუთრებული მობილიზების გუნდი. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც, როგორც თქვენ ახსენეთ, აკეთებენ ძალიან კეთილ საქმეს და მათი კოორდინაციაც ალბათ არის ის, რასაც თქვენ საუბრობდით წინა ტექსტის მსვლელობისას. დიახ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა ამ ადამიანებმა, ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ იქ დროს უშუალოდ გურიაში არ იყვნენ, ძალიან დიდი დრო დაგვიზოგეს ჩვენ და ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვაწოდეს და აი ესე კოორდინირებულად მუშაობა იმდენად კარგად გამოგვივიდა, რომ მე ჩვენ თვითონაც გაკვირვებული ვიყავით, საერთოდ უცნობი ადამიანები, ისე შევიკრიბეთ ერთმანეთის უცნობი და ისე ვაკეთებდით აი ამ საქმეს, რომ ჩვენს შემდეგ გაგვიკვირდა და ძალიან კარგი იქნება თუ ეს სამომავლოდ თუ ღმერთმა დაიფაროს და ვინმეს რამე დაჭირდა აი ეს სტრუქტურა რაც ესე სპონტანურად ჩამოყალიბდა, შემდეგაც უფრო განვითარდეს და შემდეგაც გამოადგეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. ბატონო გიორგი, ვინ ახალისებს ემოციურად თქვენს შრომას? გამგეობები, რაიონული მმართველობა, არ ვიცი რა ქვია, მუნიციპალიტეტები. არის მადლობა, თუნდაც სიტყვიერი. მე მესმის რომ თქვენ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იყოს უკავშირი, მაგრამ ალბათ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ეს 8 წელი ფასდება თუნდაც სიტყვიერად და აქვს შესაბამისი გამოხმაურება და რეზონანსი. თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობაში გაიღვიძოს მუხტმა და ემოციამ სამომავლო კეთილდღეობისთვის. იყო მსგავსი პრაქტიკა. ძირითადად მადლობები მოგდიოდა საზოგადოების მხრიდან, ძირითადად სოციალურ ქსელში გვწერდნენ, რომ აი კარგები ხართ, მაგრები ხართ, დიდი მადლობა და მადლობა მინდა გადავხატო მათ, ვინც ესე გვამხნევებდა, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მატებდა ჩვენს სტიმულს, ესე რომ ვთქვათ, რომ მივსულიყავით კონკრეტულად იმ ლოკაციამდე, სადაც მიუვალი ადგილი იყო, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს ძირითადად იმისთვის არ გაგვიკეთებია, რომ რაღაც ვინმესგან მადლობა მიგვიღოს, ჩვენ ნამდვილად დავინახეთ ეს საჭიროება და დავინახეთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს, ამის უნარი გაგვაჩნია, რომ გავიაროთ მრავალი კილომეტრი და მივიდეთ იმ ადგილამდე, სადაც ადამიანს წამალი და საკვები სჭირდება და უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებია. აბსოლუტურად მესმის, თუმცა მე უნდა დავსვა ეს კითხვა. გადაჭარბებულად თვლის საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმ აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. პარალელში ძალიან ხშირად გავიგონე ამ დღების განმავლობაში, რომ აკავშირებენ იგივე მაღალმთიან აჭარას, რომელსაც აქვს უხნალებთან ბრძოლის გამოცდილება. მოყავდეთ მაგალითად სვანეთი. თქვენ როგორ შეაფასებთ რეალურად იყო თუ არა გადაჭარბებული ის ემოცია, რომელიც მოყვა გურიაში და აჭარის დაბლობში უხნალებს? სტიქიას ფაქტობრივად. დიახ, კარგი შეკითხვაა და საინტერესო არის ის, რომ ჩემი აზრით არ იყო გადაჭარბებული, რადგან რა თქმა უნდა მოვიყვანოთ პარალელები მაღალმთიან აჭარასთან და სვანეთთან. ამ შემთხვევაში მაღალმთიან აჭარაში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ხალხი მზად არის იმისთვის, რომ იციან, რომ გზა დაიკეტება, იციან, რომ საერთოდ ერთი კვირა შეიძლება გზა არ გაიხსნას და შუქიც არ მოვიდნენ და აი დაბლობში და ძირითადად გურიის რეგიონში არავინ არ ელოდა აი ამ კრიზისს, არავინ არ ელოდა იმას, რომ 2 მეტრი და 3 მეტრი თოვლი მოვიდოდა და არავინ არ ელოდა, რომ გზა დაიკეტებოდა და შუქი არ იქნებოდა და აი ამან გამოიწვია ძირითადად ესე რომ ვთქვა ტემპერატურის აწევა, თორე როდესაც ეს ხალხი იქნებიან გაფრთხილებული რომ ყოფილიყვნენ ეს ხალხი სათანადოდ, რომ აი ეს მოხდება, რაც მოხდა, მაშინ ალბათ ესეთი გამოხმაურება არც მოყვებოდა, ალბათ ეს ხალხი მოემზადებოდა უფრო მეტად თავისი ოჯახის წევრები ჩამოვიდოდა ხნიერ მშობლებთან
იქ დარჩებოდა რამდენიმე დღე მოიტანდა ამ საკვებს, მარაგს, წამლებს და აი ეს ამბავი არ მოხდებოდა, რაც მოხდა, იმიტომ რომ როდესაც ეს თითოეულობა დაიწყო და როდესაც თავისი ოჯახის წევრებს მოუნდათ თავისი მშობლების მონახულება, უკვე გზა დაკეტილი იყო. შემდეგ უკვე ტელეფონებიც გაითიშა უშუქობის გამო და აი მერე უკვე აიწია ესე რომ ვთქვა ტემპერატურა და მოხდა ეს სოციალურ ქსელში ეს ბევრი შეტყობინების გამოგზავნა. ჩვენს ბავშვობაში, ჩვენს თაობაში, ახალგაზრდობაში მსგავსი მაგალითები, რომელიც ქმნიდნენ ისტორიას, იყო ნაკლები. დღეს თქვენ წერთ ძალიან ლამაზ ისტორიას, ქველმოქმედების, ინიციატივების და აძლევთ მაგალითს მომავალ თაობას. რა იყო თავის დროზე თქვენი, იგივე ბექა ბოლქვაძის, იგივე გიორგი წეროძის мотивация, არ ვიცი, საიდან მოვიდა ის, რომ შეიძლებოდა ამ გზას დადგომოდით, ძალიან საინტერესოა თქვენი პასუხი. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ მიმართულებით ვართ, მთელი ჩვენი ცხოვრება რაღაცა ახლის აღმოჩენაში ვართ, გვინდა რომ რაღაცა ახალი ტერიტორია დაულაშქროთ, რაღაცა ახალი აღმოვაჩინოთ და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ ბოლო დროს დადგა და უკვე რამდენიმე წელია შედარებით ვახორციელებთ, ეს არის მომავალი თაობის ესე რომ ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული აჭარის მოლაშქრეთა კლუბი, გქონდა პროექტი სკოლებში გქონდა ესეთი ვორქშოპები, ეგრეთ წოდებული, სადაც ბავშვებს ვაცნობდით თუ რა არის ლაშქრობა, როგორ მოუვაროთ ბუნებას და ასე შემდეგ. და აი ზუსტად აქედან იწყება ყველაფერი, როდესაც პატარა ასაკიდან ბავშვი ეცოდინება, რომ ის ბუნებას უნდა გაუფრთხილდეს, ის რომ ტყეში ლაშქრობა კარგია და არა მხოლოდ სანადიროდ უნდა წავიდეს ვიღაცა ტყეში და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე ჩამოუყალიბდება ეს აზროვნება, ის უკვე როდესაც გაიზრდება, აი ამ კრიზისულ მომენტში უკვე რა თქმა უნდა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ თუ დასჭირდა თავის ქვეყანას, თუ დასჭირდა თავის ხალხს, წავიდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, წავიდეს და დაეხმაროს იმ გაჭირვებულ ხალხს, რადგან უკვე მას ეცოდინება რა შესაძლებლობები აქვს. დიახ, ირიბად ვისაუბრეთ, თუმცა ძალიან პირდაპირ მინდა დავსვა კითხვა. ბუნებრივია ასეთ პროცესებს არ ახლავს ფინანსური სარგებელი პირიქით. ვინ იყო ამ დღეებში თქვენი მთავარი ფინანსური საყრდენი? იმიტომ რომ თქვენ ახსენებთ მედიკამენტებს, ახსენებთ პროდუქციას, ბუნებრივია მის შეძენას სჭირდება გარკვეული თანხა. კიდევ ერთხელ მინდა მოვისმინო საზოგადოების ზრდის და ევოლუციის ის მაჩვენებელი, რომელიც ამ დღეებში დაფიქსირდა. მე ზუსტად ვიცი რა იქნება თქვენი პასუხი, მაგრამ მინდა რომ ხმამაღლა ისაუბროთ ამაზე. დიახ, ძირითადად ეხა ჩვენ შევძელით აი ამ ფინანსების მობილიზება და მედიკამენტების და საკვების ყიდვა იმ ხალხისგან, ვინც უშუალოდ ნახა ჩვენი პოსტები, ნახა რომ მივდიოდით გურიაში და ჩაგვირიცხა თანხები. ძირითადად ეს იყო ჩვენი სამეგობრო წრე, ეს იყო ასევე პირველი სკოლის, ბათუმის პირველი სკოლის თანამშრომლები, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდმაც ნანუკა ჟორჟოლიანმაც მომწერა რომ თუ საჭირო გახდებოდა თვითონაც დაგვეხმარებოდა ფინანსურად. მე მას პირადად უთხარი რომ ამ შემთხვევაში არის გამისაჭიროება, იმიტომ რომ ჩვენ რაც შეგვეძლო უკვე მობილიზებული ვქონდა ეს თანხები, მაგრამ მზადყოფნა იყო ძალიან ბევრი ადამიანისგან, ძალიან ბევრმა პირდაპირ თანხა ჩაგვირიცხა, ძალიან ბევრმა პროდუქტი მოგვაწოდა, იყო იქ 1-2 ადამიანი, რომელმაც გამზადებული ფუთები მოგვაწოდა პროდუქტების, რომელიც პირდაპირ დავარიგეთ, ანუ არა მხოლოდ თანხა ჩაგვირიცხა, არამედ პირდაპირ გამზადებული პროდუქტები მოგვაწოდა. და შესაბამისად, აი ეს მოხდა ესე სპონტანურად, უშუალოდ აი ხალხის მიერ. სასიხარულოა რომ ეს სურვილი იყო და იყო დიახ, ძალიან დიდი სურვილი და ძალიან დიდი მზადყოფნა იყო ის, ვინც ვერ წამოვიდა, რაღაც თანხით დაგვეხმარა, პროდუქტით დაგვეხმარა და ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო აი ამ ხალხში, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესში, არა მხოლოდ ველზე, არამედ ზურგს უკან. ეს არის ალბათ მთავარი მიზანი და მთავარი ამოსავალი წერტილი, რისთვისაც არსებობს უკეთეთ ეს გადაცემა და ალბათ რისთვისაც არსებობს ნებისმიერი სოციალური პროექტი, რომ საზოგადოებაში ეს იმპულსები გაუშვას და მიიღოს ბუნებრივია უკავშირი. ძალიან დიდი მადლობა. მოდი მოვიტოვოთ ყველა ნეგატივი, ყველა გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენს ირგვლივ და წმინდა ემოციური ნაწილი დავასრულოთ. როგორია მთა, როგორია ბუნება, დათვლილი გზები, თქვენი შეფასება რას ნიშნავს ბუნებასთან ახლოს ყოფნა? ბუნებაში უგრძნობ თავს ყველაზე თავისუფლად, აი გამოთქმაც არის თავისუფლება მთებში არისო, აი ზუსტად ეს ვარიანტი არის. ყველაზე მეტად ემოციურად დადებითი ემოციებით ვიმუხტები, როდესაც ვარ ბუნებაში და
ზაფხულს სხვა ემოციები აქვს, ზამთარს სხვა ემოციები აქვს, სხვა დატვირთვა აქვს ასევე ზამთარში ლაშქრობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხშირად გადიოდნენ ბუნებაში და ხშირად ატარებდნენ თავისუფალ დროს ბუნების წიაღში. ალბათ სწორედ მაშინ იბადება ადამიანი, როდესაც ტოვებს საკუთარი კომფორტის ზონას და მიდის სხვისი კომფორტის, სხვისი უსაფრთხოების და ცხოვრების სადარაჯოზე. ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციისთვის, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმ აქტივობებისთვის, რომელსაც არაერთი წელია ემსახურებით. უღრმესი მადლობა უახლოესი ისტორიისთვის, რომელიც ძალიან ნათელი ფერებით მოგვიტანეთ სტუდიაში, მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებებისა, რომელიც ყოველთვის ახლავს მსგავს პროცესებს. მადლობა, რომ მოგცემდით, მაყურებელს შევახსენებ. ბიომეტრიის კითხვებს პასუხობდა ბატონი გიორგი მეგრელიძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.